ისეთ ტექნოლოგიურ პროგრესზე ვლაპარაკობთ, რომელიც გარკვეულ ბიზნეს გადაჭრილისა და ჩემი აზრით ზრდის წესებით სრულიად შეცვალა. ამან სრულიად ახალი მასშტაბური ინიციატივის დაწყებას განაპირობა. იდეის ავტორები B2B ფორუმების ციკლს სახელწოდებით Industry Talks ანონსებენ. ამ ყველაფრის ავტორი Video Digital-ის გუნდია, Video Georgia-ს იცნობთ ყველა. რომელთან თანამშრომლობა და პარტნიორობა საქმიანიც და მის მიღმა ჩვენი გუნდისთვის, რა გითხრათ, არაერთი წელს ითვლის და ორმაგად სასიამოვნო იყო ის შეთანხმება და ჩვენი ინტერესების თანხმედრა, რომ თანამონაწილეები, თანაორგანიზატორები ვიყოთ შემოდგომაზე დაგეგმილი ძალიან მასშტაბური ფორუმისა. Industry Talks თავისი არსით, ეს არის პერიოდული, საკმაოდ მაღალი დონის ბიზნეს ფორუმების ციკლი. გარკვეულწილად ეს არის უფრო ექსკლუზიური ცოცხალის სივრცე, რომელიც ქვეყნის წამყვან ინდუსტრიებს, C-level-ის მენეჯერებს, ბიზნესის მეპატრონეებს და გადაწყვეტილების მიღებპირებს, დარგის წამყვან სპეციალისტებს და ექსპერტებს აერთიანებს. რო არ გავაგრძელო უსასრულოდ. სტუდიაში ჩვენთან ერთად არიან ანანო ციცვიძე, ანანო BDO-CCA-ის ბრენდისა და მარკეტინგის რეგიონალური ხელმძღვანელია და ჩვენთან ერთად არის BDO-ს პარტნიორი და BDO Digital-ის ხელმძღვანელი. ზვიად ორაგველიძე. მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა. და მადლობა პარტნიორობისთვის. თუმცა ანანო, ეს რომ სცილდება ორდინალურ თანამშრომლობას და რაღაც ჩარჩოში მოქცეულ თემას, ეს გადავეცით ნათქვამი არის და ბიზნესისგანაც იყო უკვე გარკვეულწილად შემოხმაურება ამ თემაზე. ამაზე სხვა, მაგრამ დავიწყოთ Industry Talks-ის იდეით. საიდან წამოვიდა და რატო წამოვიდა საერთოდ ეს იდეა? რატო გაჩნდა ის? დიახ, გიორგი, მოკლედ იდეა წამოვიდა იმ რეალური საჭიროებიდან, რომელიც ბაზარზე არის. ჩვენ როგორც ბიზნეს კონსალტერი მუდმივად ვაკვირდებით ამ საჭიროებებს და მივხვდით, რომ ის გამოცდილება, რომელიც BDO Digital ძალიან მრავალფეროვანი სტრატეგიული გამოცდილება, რომელიც დაგროვდა ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით, ეს პორტფელი, რომელიც დაგროვდა, გვაძლევს ერთგვარ შესაძლებლობას, რომ ვიქცეთ ხიდად ბიზნესების გაციფრულების გზაზე და შესაბამისად შევქმნათ სივრცე, უნიკალური სივრცე, სადაც ბიზნესები შეძლებენ, რომ არა მხოლოდ თეორიულ დონეზე მოისმინონ გაციფრულების ასპექტები, ის ნიშან-თვისებები, რომელიც ამ პროცესს ახლავს, არამედ რეალური, ავთენტური გამოცდილებებს მოусმინონ, რომელიც გაუმარტივებთ მათ ამ გზას. და როდესაც ვფიქრობდით, თუ რა ფორმატით შეგვიძლია ეს გავაკეთოთ, როგორ შეგვიძლია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვისთან ერთად შეგვიძლია ეს პლატფორმა შევქმნათ, რა თქმა უნდა, პირველი რომელიც გაგვახსენდა, ეს იყო BMG, BDO-ს ძალიან დიდი და ვიტყოდი ერთგული მეგობარი. შესაბამისად, როდესაც ორი ლიდერი თავისი მიმართულებით, ერთის მხრივ ტექნოლოგიების მიმართულებით BDO Digital და ლიდერი ბიზნეს მედია საქართველოში BMG ერთიანდება, იქნება სრულიად ახალი სინერგია. და ეს სინერგია გულისხმობს იმას, რომ ვქნით, როგორც უკვე ახსენეთ, უნიკალურ პლატფორმას მაღალი დონის მენეჯერებისთვის, დამფუძნებლებისთვის, იმისთვის, რომ მათ შეძლონ, მიიღონ ინფორმაცია და გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება კოლეგებს. იმიტომ რომ ზოგადად ამაზე დღეს ვისაუბრებთ აუცილებლად, ციფრული ტრანსფორმაცია რამდენადაც მნიშვნელოვანია და აუცილებელია დღევანდელ ბიზნეს მოცემულობაში, ამდენად ვერ რთულია და გამოწვევებით სავსეა. მეორე მხრივ, ეს არის ამბიცია, რომ Industry Talks-მა და აი ამ ციკლმა ჩვენი ფორუმებისა მოდი გავაკეთებ ზუსტ ციტირებას. დაიწერება ქვეყნის ციფრული დღის წესრიგი. ჩემთვის პირადად ამ თანამშრომლობის იდეა წამოვიდა ჩვეულებრივი და მორიგი საქმიანი ზარისგან, რომელიც ავტორი ზვიად ორაგველიძე იყო და ეს ყველაფერი ტრანსფორმირდა ზუსტად იმაში, რაც ახლა ანანომ მოყვა. ზვიადთან ეს კითხვა მაქვს, რა დგას ამ ამბიციის უკან, როცა Industry Talks-მა ერთგვარად უნდა შექმნას ქვეყნის ციფრული დღის წესრიგი. ხო, ეს ფრაზა შეიძლება ძალიან ხმამაღლა არის დაწერილი. ამბიცია, მაგრამ ჩვენ ხმამაღალი ხალხი ვართ. თუმცა ამბიცია ნამდვილად გვაქვს და ამ ამბიციას ამაგრებს ის გამოცდილება, რაც გვაქვს ჩვენ ორ კომპანიას, BMG-ს და BDO-ს, ქართულ ბიზნესთან ურთიერთობაში, მრავალი წლის განმავლობაში. და პირველ რიგში მეც მინდა რომ მადლობა უთხრა BMG-ს და გიორგის, რომ ისინი ძალიან ენთუზიაზმით შემოუერთდნენ ამ იდეას და ჩართულები არიან ყველა ასპექტში ამ იდეის განხორციელებაში. თემა როგორც იცით ტექნოლოგიებს შეეხება, დღეს ტექნოლოგიები
არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ არის მთავარი თემა, ასე ვთქვათ, განვითარების ჩვენი სამყაროს და ნებისმიერი ბიზნესმენი, მათ შორის საქართველოშიც შეუძლებელია არ ფიქრობდეს სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით მისი ბიზნესის განვითარებაზე. თუმცა ვინაიდან ეს ტექნოლოგიები ყოველდღიურად ვითარდება, არის უამრავი ინფორმაცია, რომელიც მოედინება უწყვეტ ნაკადად, შეუძლებელია ადამიანისთვის რეალურად განსაზღვროს, რომ რა არის მისი ბიზნესისთვის რეალურად სასარგებლის მომტანი და რა არის უბრალოდ სიტყვები, რომელიც სხვანაირად გაისმის. ის რაც ხმამაღლა მოგეჩვენა. ჩვენ უბრალოდ დეციბელები არეული გვაქვს მედიაში ვიყავ ხალხს და შეგივსებთ ამას პერიოდულად. და მარკეტინგში ვიყავ ხალხს, მართალია ანანოს თემაც. რა არის მისია ამ ყველაფრის პირადად თქვენთვის, როცა ამ თემაზე ჩამოყალიბდით და ვიდრე იგივე მარკეტინგის გუნდსაც გაუზიარებდით და სხვას. მისია ერთის მხრივ ალბათ არის ის, რომ შევქმნათ ჩვენ ხიდი იმ კომპანიებს შორის, რომლებიც არიან უფრო წინ ციფრული გაციფრულების გზაზე და ტექნოლოგიების განვითარების გზაზე და იმ კომპანიებისკენ, რომლებიც ასე ვთქვათ ამ პროცესში შედარებით უკან არიან. და გვინდა რომ შევქმნათ ისეთი გარემო, ეს არის მე მგონი ყველაზე მნიშვნელოვანი, სადაც ერთი ინდუსტრიის წარმომადგენლები ერთმანეთს თავისუფლად გაუზიარებენ იმ იდეებს, იმ განხორციელებულ პროექტებს, წარმატების ისტორიებს, ასევე წარუმატებლობის და ისტორიებსაც და იმ სირთულეებსაც, რაც ამ ტექნოლოგიურ პროექტებსთან ახლავს ხოლმე და ეს იქნება ასე ვთქვათ ერთგვარი დამაკავშირებელი, რომელიც კომპანიებს საშუალებას მისცემს, რომ ასე ვთქვათ სწრაფად გაიარონ ეს პროცესი. ზოგადად მისია ალბათ ეს არის, რომ ჩვენ დავეხმაროთ ბიზნეს სექტორს იმაში, რომ სწრაფად იარონ ტექნოლოგიური განვითარების გზაზე და დაუშვან რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა ამ გზაზე. ანანო, ჩვენ ორთავე თელეგუნდი ცხადიას ვიაც რა უნდა გამორჩეს, მაგრამ ვაკვირდებით უამრავ ფორუმს, კონფერენციას, რომელიც ტარდება. რას ნიშნავს, როცა მისია Industry Talks ვიდეო დიჯიტალს აქვს წარმოდგენილი როგორც პლატფორმა. აქვე ხო არ არის რაიმე სხვა ჩადებული, რაც უნდა იცოდეს საქმიანმა საზოგადოებამ. დიახ, როდესაც ჩვენ ვამბობთ სიტყვა პლატფორმას, ამაში გულისხმობთ პირველ რიგში უწყვეტობას და შინაარსობრივ სიღრმეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ზოგადად ვიდეო დიჯიტალში ძალიან კარგად ვიცით ერთი ფაქტი. ერთი და იგივე ინდუსტრიაში ოპერირებადი ბიზნესებიც კი თავიანთი ბიზნეს პროცესებით, თავიანთი გეგმებით, მიზნებით შეიძლება ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდეს. და ეს განსხვავება მით უფრო ცალსახაა, როდესაც ბიზნესები სხვადასხვა სექტორში ოპერირებენ. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ Industry Talks იქნება დარგობრივ სპეციფიკაზე, იქნება შინაარსობრივად ღრმა, იმიტომ რომ მორგებული იქნება კონკრეტული სექტორის საჭიროებებს და გამოწვევებს. შეიძლება ვთქვათ, შესაძლებელიც კი არის, მაგრამ ნაკლებად ეფექტურია, რომ გაციფრულებაზე და ტრანსფორმაციაზე ერთი და იგივე ფორმატით ესაუბრო რიტეილს, დისტრიბუციას, სამშენებლო სექტორს, იმიტომ რომ მათ აბსოლუტურად სხვადასხვანაირი ბიზნეს პროცესები აქვთ, სხვადასხვანაირი საჭიროებები აქვთ და ის რისკები და შეცდომები, რომელზეც ზვიადმა ისაუბრა, სხვადასხვანაირი ფორმატით არის მოცემული მათ გაციფრულების პროცესებში. შესაბამისად, ერთი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი გარდა იმ აუდიტორიისა, რომელსაც ჩვენ Industry Talks-ის ფარგლებში შევკრებთ, არის ის, რომ ფორუმები იქნება ძალიან სიღრმისეული, საგნობრივი და ჩვენ ვეცდებით, რომ ის თემები, რომელიც ესე მუსირებს ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, რომელზეც ყველგან საუბრობენ, გადავთარგმნოთ რეალურ პრაქტიკულ кейსებად და ადამიანებმა ჩვენი ფორუმებიდან წაიღონ რეალური გამოცდილება, რომელიც მათ დაეხმარებათ იმაში, რომ სწორად განსაზღვრონ ეს ცვლილებები რა ტიპის დაბრძოლებებთან არის კავშირში, იმიტომ რომ დაბრძოლებები აუცილებლად იქნება და როგორ არის შესაძლებელი მინიმუმამდე დაყვანა მათი. ანანო, ეს არის ის იმდინარე და თითქოს რაღაც დასაწყისი სტარტის, პრემიერის აღწერილობა. არ იხედვა უკვე მომავლის როგორ უნდა იყოს ის კონსისტენტური, რატო გვაქვს ამბიცია ზუსტად თქვენი მისიებიდან გამომდინარე, რაც გააჟღერეთ, რომ ეს არის ძალიან გრძელვადიანი და მუდმივი მოქმედი პლატფორმა. სამომავლოდ რა იქნება?
ცალსახად გეგმები და მიზანი ძალიან დიდია. ჩვენი მთავარი ამბიცია არის ის, რომ ეტაპობრივად მოვიცვათ ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ყველა სექტორი, რომლისთვისაც გაციფრულება, ციფრული ტექნოლოგიები არის მნიშვნელოვანი. იქნება ეს წარმოება, იქნება ეს სამშენებლო სექტორი და დეველოპმენტი, იქნება ეს დისტრიბუცია, ლოჯისტიკა თუ სხვა. ამ წლების განმავლობაში იმდენი პროექტი დაგროვდა, იმხელა გამოცდილება დაგროვდა, რომ უბრალოდ შეუძლებელი იქნება არ ვესაუბროთ მათ საგნობრივად, სპეციფიკურად მათი საჭიროებებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ეტაპ-ეტაპ დავფარავთ სექტორებს, მოვიწევთ სხვადასხვა კომპანიებს, რომელთაც სურთ გააზიარონ თავიანთი გამოცდილება, რაც თავარია ჩვენ გეგმავთ, რომ აი ამ გამოცდილებებზე ისაუბრებენ უშუალოდ გადაწყვეტილების მიღები პირები, ვის ხელშიც გადის ცვლილებები, ის ვინც არის რეალურად გამტარი აი ამ ტიპის გამოწვევების, რომელიც ცვლილებებს ახლავს თან, შესაბამისად ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებების სერია საინტერესო იქნება თავისი შინაარსით არა მხოლოდ იმ სექტორებისთვის, რომლის ფარგლებშიც ვაორგანიზებთ მაგალითად პირველ ღონისძიებას, არამედ მთლიანად ბიზნეს საზოგადოებისთვის, რომელსაც უნდა საინტერესო ბიზნეს კავშირების დამყარება ღონისძიებების ფარგლებში. პირველი ღონისძიება რაც შეეხება ის ცალკე კითხვაა, იმიტომ რომ იმდენად მასშტაბური თემაა შერჩეული, რომ არ ვიცი. პირადად მე მგონი თავი თავსატეხი იქნება სად ჩავატაროთ. პირველი თავისი მასშტაბურობიდან გამომდინარე. ზოგადად რამდენიმე თემა ახსენეთ შინაარსიდან გამომდინარე, რომელიც ყველაფერი ერთგვარად ტრანსფორმაციულ მიმართულებას უკავშირდება კომპანიებში. გადაჭარბების გარეშე სულ რომ არ იყოს ჩვენ შორის ესეთი ურთიერთობა, ვიდეო დიჯიტალში იყრის ინფორმაციას ალბათ საქართველოში ტრანსფორმაციული кейსების, არ ვიცი, ალბათ 100% მინიმუმ ინფორმაციის სახით თუ იქიდან უმრავლესობას თქვენ თვითონ არ ახორციელებს. ჩემი კითხვა სხვა არის. რამდენად მიყვება ეს ტრანსფორმაციული кейსები ზუსტად აი იმ გამოცდილებას, რაც წლების განმავლობაში უცხოეთში, განსაკუთრებით დასავლეთის ქვეყნებში და მათ შორის აზიაშიც დაინერგა. პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ტენდენციები რაც შეინიშნება და რაც არის უცხოეთში, საქართველოშიც იგივე არის. ზოგადად ტრენდებზე აყოლა არ გვიჭირს, ხო იცით ქართველებს. თუმცა რა თქმა უნდა გეფი არის და სამუშაო ბევრია. პროგრესი აშკარაა, თუ რამოდენიმე წლის წინ თქვათ ძირითადი ამოცანა რაც ჩვენთან მოდიოდა იყო რაღაც ძირითადი საბაზისო ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია და საბაზისო მონაცემების დალაგება. დღეს უკვე ძალიან ბევრი კომპანია ფიქრობს იგივე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე, რაც არის ხა დღევანდელი სოფლიოს თავარი დღის წესრიგი ხო ტექნოლოგიების მიმართულებით. და თან ეს დღის წესრიგი არის არა ის, რომ თქვათ პერსონალურად გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ახლა ყველანი ვიყენებთ უკვე ხო დღესდღეობით, არამედ კომპანიებში დაინერგოს პროცესები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით და ავტომატიზაცია ესე მოხდეს. და საქართველოში უკვე გვაქვს ესეთი кейსები, ძალიან ბევრი კომპანია ეხლა ამუშავებს ამ თემას. მათ შორის ჩვენი ჩართულობით რა თქმა უნდა, ბევრი პროექტი უკვე განხორციელდა, შედარებით მარტივი პროცესების, მაგრამ მაინც ასე რომ ვფიქრობ, რომ ეს პროცესი მეტნაკლებად მიყვება მსოფლიო ტენდენციებს და ჩვენი ღონისძიების ინდუსტრი თოქსის ერთ-ერთი მთავარი თემა ზუსტად ეს იქნება, რომ როგორ გადმოვიტანოთ ეს მსოფლიოში, ასე ვთქვათ, უკვე ადაპტირებული. ხო, უკვე ადაპტირებული ტექნოლოგიები და ესეთი გახმაურებული ტექნოლოგიები კონკრეტულ ბიზნესში და კონკრეტულ პრაქტიკაში. რახან ახსენა ზოიადმა, მაგრამ ეს იყო შემაჯამებელი ნაწილი ჩვენი საუბრისა, retail transformation. აი არც მეტი და ნაკლები ეს თემა შეერჩა ფორუმის პირველ მთავარ თემად, რომელიც შემოდგომისკენ გაიმართება, ყველაფერი დანარჩენისთვის ანანოციც ვიძეგვეტყვის, რატომ ეს თემა და ასევე ვისოლოდებით რა რაოდენობის ხალხს ამ ღონისძიებიდან გამომდინარე, მაგრამ თავი კითხვა მაინც რატომ retail transformation. რიტეილი ზოგადად არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად გადაჯაჭვული ციფრულ ტექნოლოგიებთან სექტორთაგან. Იმიტომ რომ ნებისმიერი ცვლილება მომხმარებლის ქცევაში პირდაპირ აისახება ბიზნეს პროცესებზე რიტეილში. იქნება ეს მიწოდების ჯაჭვი, იქნება ეს ეგრეთ წოდებული omnichannel გაყიდვები, იქნება ეს პერსონალიზირებული სამომხმარებლო გამოცდილება თუ ასე შემდეგ. შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე სექტორია ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით და ამასთანავე რიტეილი ეს არის ის სექტორი, რომელშიც
უმზარმაზარი პორტფელი აქვს BDO Digital-ს დაგროვილი. ასე რომ, როდესაც ვფიქრობდით BMG-სთან ერთად, რომელი სექტორით გავხსნათ ეს მასშტაბური ღონისძიებათა ციკლი, გადავწყვიტეთ, რომ პირველი დაეიყოს რიტეილი და შემდეგ ეტაპობრივად მივყვეთ სხვა ასევე არანაკლებ მნიშვნელოვან სექტორებს. რაც შეეხება ღონისძიების ფორმატსა და დამსწრეებს, ჩვენ 150-ზე მეტ ბიზნეს ლიდერს ველოდებით ღონისძიებაზე. ფორმატებს რაც შეეხება ძალიან ბევრი საინტერესო ახალი, აი ამ კონკრეტულად ბიზნეს ფორუმისთვის ინოვაციური ფორმატები გვაქვს შერჩეული. არ მინდა რომ ყველაფერი გავაშხერო, იმიტომ რომ მინდა რომ მსმენელს დაუტოვო შეგრძნება ექსკლუზიურობის, შესაძაც დაესწრებიან ღონისძიებას, თუმცა ერთს ვიტყვი, რომ ეს იქნება ფორუმი, სადაც უშუალო გამოცდილებას საინტერესო ფორმატებში გააზიარებენ უშუალოდ გადაწყვეტილების მიღები პირები. და ვფიქრობ, ეს იქნება საინტერესო ყველასთვის, ვინც ციფრულ ტრანსფორმაციას უყურებს როგორც არა მხოლოდ მომავლის გზას, არამედ აწმყოს. იმიტომ რომ ეს რეალურად ასეა. და ასევე მე ვეტყოდი ბიზნეს საზოგადოებას, რომელიც ვის თუ არა უყურებს BMG-ს, ძალიან საინტერესო იქნება ნებისმიერი ტიპის კომპანიისთვის BDO Digital-თან და BMG-სთან Industry Talks-ის ფორმატში თანამშრომლობა და პარტნიორობა, იმიტომ რომ მარკეტინგში და ბრენდინგში ხშირად ვამბობ, მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ. შესაბამისად, თუ კი კომპანიებს სურთ ასოცირდებოდნენ სტაბილურობასთან, ინოვაციასთან და ტრანსფორმაციასთან, ეს არის უნიკალური შანსი მათი ბრენდებისთვის, ერთის მხრივ ბრენდის თვალსაზრისით და მეორეს მხრივ კომერციული და ზოგადად პარტნიორული ურთიერთობებისთვის საოცარი სივრცე შეიქმნება Industry Talks-ის ფორმატში. მოკლედ ვიწყებთ შემოდგომაზე და ველით ბიზნესებს, რომლებიც ჯერ არ ყოფილან ჩვენი, ასე ვთქვათ, პარტნიორები, იმიტომ რომ უკვე გვაქვს მოლაპარაკებები სხვადასხვა მსხვილ თუ საშუალო და მცირე ბიზნესებთან. ვადასტურებ, რომ არასრული 3 დღის განმავლობაში, რაც გაჟღერდა ეს ინიციატივა და BDO Digital-ის და BMG-ის პარტნიორობა, ხოზარები და არის დაინტერესება, ასე რომ გელით. ზარებს ჩვენ რო პასუხობთ და მზადა ვართ პარტნიორობისთვის ეს იცით. მადლობა მინდა უთხრა მობრძანებისთვის ჩვენს პარტნიორებს, ანონო ციცვიძეს, BDO CCA-ის ბრენდისა და მარკეტინგის რეგიონალურ ხელმძღვანელს, ზვიად ორაგველიძე, BDO-ს პარტნიორი და BDO Digital-ის ხელმძღვანელი. წარმატებები მინდა უსურვო აი ამ პარტნიორობას.